სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება რამოდენიმე საკითხს, რომელიც ჩემი აზრით მეტად მნიშვნელოვანია დღესდღეობით. პირველი საკითხი ეს არის საქართველოს ეკლესიის მოახლოებული სინოდალური კრების შესახებ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, იგი სულ მოკლე ხანში ჩატარდება. ალბათ ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება კრეტის, ეგრეთ წოდებული დიდი კრების შეფასება. თქვენ იცით საქართველოს ეკლესიის პოზიცია ამ კრების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და ეხლა უნდა მოხდეს საბოლოო განმარტება შეფასება იმისა, თუ რა მოხდა იქ. და როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ მათ მიმართ, ვინც ხელი მოაწერეს ამ კრებაზე მიღებულ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. ამასთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კრება, რომელზეც კაცრად დაიგმო ეს კრება, კერძოდ იქ მღვდელმთავრებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს კრება არ იყო არც მსოფლიო, არც წმინდა და არც დიდი კრება და აღსავსე იყო მისი გადაწყვეტილებები დოგმატური და კანონიკური ცდომილებებით. აი ესეთი იყო შეფასება ბულგარეთის ეკლესიის. და იმედია, რომ საქართველოს ეკლესიაც ანალოგიურ შეფასებებს გააკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით ჩვენი ეკლესიის სინოდის კრებას და მის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ხო, მე მინდა წაგიკითხოთ ერთი წერილი, რომელიც თანამედროვე ბერძენი პროტოპრესვიტერის თეოდორე ზისისის კალამს განეკუთვნება. ჩემი აზრით მეტად მნიშვნელოვანია ეს წერილი, რადგანაც ჩვენ იმ საკითხებზე, რომელიც აქ არის გადმოცემული, არაერთგზის გვისაუბრია და ყოველთვის აქტუალურია და მნიშვნელოვანია და მე შევეცდები, რომ ჩემი ჩანართებითაც უფრო გასაგები გავხადო თქვენთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის ის საფრთხეები, რომელიც არსებობს ჩვენი დედა ეკლესიის და ჩვენი საერთოდ საზოგადოების წინაშე. სამყაროს მომხიბვლელობა და მიზიდულობა გვიტაცებს. შედეგად ვიწრო და ეკლიანი სახარებისა და წმინდანების გზისაკენ მოშურნეობითი და მებრძოლი სული სუსტდება. სარწმუნოებისადმი გულგრილი ქრისტიანებისაგან ხშირად მოისმენ შემდეგს. ეკლესია არასდროს დაზარალდება, ის უძლეველია, ნუ გეშინიათ. აი ამ გამონათქვამთან დაკავშირებით მინდა ზუსტად გავაკეთო მცირედი ჩართვა. როდესაც საქართველოში პაპი ჩამოვიდა, თქვენ იცით, რომ სამღვდელოების ერთი ნაწილი ამბობდა და მისი წასვლის შემდეგაც იგივეს იმეორებდა, რომ ეხლა პაპის ვიზიტი აქ ჩვენ რას დაგვაკლებს, ეკლესია უძლებელია, იგი არ შეირყევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთი გამონათქვამები ხშირი იყო. ბუნებრივია, რომ ხილული ტაძარი არ დაინგრევა და არ შეირყევა, მადლობა ღმერთს. მაგრამ თქვენ ერთი წუთით დაუშვით ეხლა, რომ არ ყოფილიყო ეს საპროტესტო გამოსვლები. ნუ გავიგებთ ისე, რომ აქ ჩვენ თავს ვიქებთ, არამედ ერთი წუთით რეალობას თვალებში ჩავხედოთ. როგორი შთაბეჭდილება დარჩებოდა ხალხს, რომელიც არის ეკლესიურად გაუნათლებელი, რომ ჩვენ პაპი მივიღეთ ზარზე იმით. სვეტიცხოველში მრავალჟამიერით შევხვდით. აეროპორტშივე დახვედრა მოუწყვეთ. როგორ უნდა განუმარტო შემდეგ ხალხს, საზოგადოებას, რომ პაპიზმი ეს არის ერესი და ეს არის მწვალებლობა. აი ამაზეა საუბარი.
და ეს სამღვდელოება, რომელიც ეს ბუჩქებში არის ჩასაფრებული, ეს სწორედ ამას გაიძახოდა, რომ მე რა მოხდა პაპის ვიზიტი და ეხლაც იგივეს გაიძახის. და მე მინდა პირდაპირ დავასახელო ისინი. და არა მხოლოდ ამ კონტექსტში, არამედ კიდე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. ეს საკითხები არის ცხონების საკითხი. ეს საკითხები არის ასევე ნათლის ღების თემა. ეს დაჯგუფება არის ასეთი: თეოდორე გიგნაძე, ასევე ალექსანდრე გალდავა, რომელთაც აქვთ რაღაც საშუალებები, ტელეარხები გამოდიან, გადაგებენ, იწერენ და უამრავი ადამიანი შეხავთ შეცდომაში. მათ მწვალებლურ გამონათქვამებს უკვე საზღვარი აღარ აქვს. მე მომაწოდეს ამას წინა დამუნარიდები მათი ქადაგებებიდან, მათი საუბრებიდან. ეს საუბრები იციან ძალიან ბევრმა ადამიანმა, ძალიან ბევრი ადამიანი ცთუნდება მათი საუბრებიდან გამომდინარე. ამის შესახებ უკვე საქმის კურსში არიან მაღალი იერარქები, ვინც წარმოადგენენ კომისიას, რომელიც მსჯელობს ამა თუ ის სამღვდელო პირის საფრთხისმეტყველო და ზნეობრივ საკითხებზე. ჯერჯერობით რეაგირება არ არის. ამიტომ მე ხმამაღლა ვამბობ პირდაპირ და კიდევ ვიმეორებ, რომ ამ დაჯგუფებას ბოლომდე ვამხელთ, ვიდრე ისინი ან სინანულში არ იქნებიან, ან კიდევ არ შეუჩერდებათ სამღვდელო მსახურება. თქვენ იცოდეთ, რომ ეს მღვდელმსახურები არიან ეკლესიის მტრები. როგორ მე მოგაწოდებთ ამ ამონარიდებს მათი ქადაგებებიდან სავსეს მკრეხელობით. თითოეულ თქვენგანს გექნებათ საშუალება, რომ წაიკითხოთ, თუ როგორ ბრძნობენ ეს ღმერთისგან განდგომილი სასულიერო პირები, ურწმუნო ადამიანები. გავაგრძელოთ პროტოპრესვიტერ თეოდორე ზისისის საუბარი. მართალი ეკლესია არ განადგურდება, იმიტომ რომ ის სხეულია ქრისტესი, მას ცოცხალი ქრისტე ჰყავს. ეკლესიის თავი ქრისტეა, რომელიც ზგიეს უკუნისამდე. ჩვენ თავად ქრისტესაგან გვაქვს უთხოვარი მტკიცებულება, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. საფრთხე არა ეკლესიას, როგორც ასეც ემუქრება, რომელიც უკუნისამდე იარსებებს, არამედ ეკლესიის წევრებს, მართლმადიდებლური რწმენის, მართლმადიდებლობის დაკარგვისა და ერესისა და სრულ შეხედულებების გაბატონების შემთხვევაში ადამიანს დაღუპვა ემუქრება. რა გინდ მოღვაწე და წმინდა ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, მართალი სარწმუნოების დაკარგვის შემთხვევაში ვერ ცხონდება, ხოლო მართალი სარწმუნოებით მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მყოფი უდიდესი ცოდვილიც შენანიების შემთხვევაში ცხონდება. ცოდვა დაიძლევა დაახსარებით, ხოლო შეგნებული წინა აღმდგომა ჭეშმარიტებისადმი, რაცა გაკერპება ერეში, ვერაფრით. მას ერეს ერეტიკოსი უტყუარ წარწმედამდე მიხავს. თავად მაცხოვარმა მიგვითითა სრულ მოძღვართა საფრთხის შესახებ, რომლებიც ცდილობენ მრევლის სტუნებას. მორწმუნე ვალდებულია არ ისმინოს სასყიდლით დადგინებულთა ხმისა, იმ დროს, როდესაც მწყემსი კეთილი თავს სწირავს სამწყსოს გადარჩენისათვის. დაქირავებული მოძღვარი საფრთხის მოახლოებისას მყისიერად გარბის და მგლებს, ესე იგი ერეტიკოსებს უტოვებს. და მგელმან წარიტაცნის და განიბნინიან. ამიტომ წმინდა მოციქულებიც და წმინდა მამებიც არ იღლებოდნენ ჭეშმარიტების გადაგებით, არ იმშვიდებდნენ თავს უმოქმედობით და ყალბის სიტყვებით, ნუ გეშინიათ, ნუ დარდვოთ, ეკლესია არ დაზარალდება. ყველა წმინდანის ცხოვრება, როგორც ეს ცხადი ხდება, მათი ეპისტოლეებიდან იყო განუწყვეტელი და ხანგრძლივი ბრძოლა, რათა გამეფებულიყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, რათა ერეტიკოსი დამარცხებულიყო სარწმუნოების შელახვის გამო.
ნამხილები ყოფილიყო სხვა სახარება, სხვა უსახო და ამასოფელს მორგებული ფსევდო ქრისტე. მრავალმა ქრისტიანმა თავი გასწირა, მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის, სარწმუნოებისათვის, სიწმინდისათვის. ეკლესიის უდიდესი მასწავლებლები და აღმსარებლები იყვნენ დევნილნი, შეურაცხყოფილნი, ცილწამებულნი, გაკიცხულნი და ყოველდღე იხოცებოდნენ სარწმუნოებისათვის. პავლე მოციქულმა ეფესელ პრესვიტერებს მოძღვრის უპირველეს ვალდებულებას საკუთარი თავისა და მრევლისათვის ლოცვა უანდერძა. ქრისტეს სამწსოს ზრუნვა არა გულგრილობით, ფილოსოფოსობით, ყალბით დამშვიდებით, ბრძანებლობით, არა სოციალურ საკითხებზე და molხენილ ცხოვრებაზე ზრუნვით, არამედ როგორც თავად მოგცა მაგალითი, თავდადებით ვიდრე სიკვდილამდე. მოციქული გვიწინასწარმეტყველებდა, რომ გამოჩნდებოდნენ მტაცებელი მგლები, ანუ ერეტიკოსები და რაც ყველაზე დასანანი და სამწუხაროა, მათ შორის სასულიერო პირები, ერეტიკოსები. თვით თქვენგანი აღსდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარ ძნილს, რათა განადგინნენ მოწაფენი, ამბობს საქმე მოციქულთა. ეს წინასწარმეტყველება მთელი ეკლესიის ცხოვრების მანძილზე სრულდებოდა და დღესაც სრულდება. მოციქული არ ამშვიდებდა მათ, არამედ ყურადღებისა და მგვიზარების საყვირით ხმამაღლა გახვიროდა და ეუბნებოდა. ამისთვის იღვიძებდით და მოიხსენეთ, რამე თუ 3 წელსა ღამი და დღისით არა დავსხრებოდეთ ცელემლით სწავლასა კაცადსა თქვენსა. პავლესეული იფხიზლეთ გახლავთ მოწოდება, რომელიც უგულებელ ყოფილია დღეს მრავალი სასულიერო პირი ავრცელებს სრულ შეხედულებებს, რითაც განაშორებენ მორწმუნეთ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისაგან და ეკუმენიზმისა და პაპიზმის მაცთუნებულ ხაფანგში ყრიან მათ. თვით დამშვიდების პოზიცია, რომ ეკლესია არასდროს დაზარალდება, სწორია, მაგრამ ეს გარემოება უმოქმედობასა და უდორტვინველობისაკენ არ უნდა გვიბიძგებდეს. პირიქით უნდა მოუწოდოთ, იბრძოლეთ, იღვაწეთ, აღიარეთ ჭეშმარიტება და ღმერთი არ დატოვებს თავის ეკლესიას. ჩვენი თანამოქმედების სინერგიის გარეშე, რაც გახლავთ ეკლესიის სწავლება, ღმერთი დაგტოვებს, ვინაიდან საკუთარვის სურვილის, მისდამილ ტოლვის გარეშე ის არ გვაცხოვნებს. პროტესტანტული მცდარი სწავლებისაგან განსხვავებით, რომლის თანახმადაც წინასწარ განსაზღვრული ადამიანის ცხოვრება უნდა გვახსოვდეს მართლმადიდებლური სწავლება. მისი ისტორიაც ხატყობს, რომ მრავალი ძველი ადგილობრივი ეკლესია გაქრა, როგორც აპოკალიფსის პირასა მისული ძირითად სარწმუნოებისაგან განდგომის, მოძღვრებისა და მათი მრევლის მხრიდან ღალატის გამო. მაგრამ ეკლესია არსებობს და ძლიერდება. მართლმადიდებლობა განდიდებული და გამრავლებული სხვა ხალხების ხარჯზე, რომლებმაც უერთგულეს ჭეშმარიტებას. ერეტიკულმა, გაამაყებულმა დასავლეთმა განიზრახა რა ვიწრო და ეკლიანი გზისაგან სრბოლა, რაც არსით საღმრთო პედაგოგიკისა და ღვთის მადლის არსებობის ნიშანია, სრულიად განუდგა ქრისტეს. ეს სულიერი სიკვდილია, რომელიც სხეულით სიკვდილზე უარესია. გეშინოდან მისა უფრო ის, რომელიც შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწმედად გეენიასა. მთელი ევროპა ამ სიკვდილის სურნელით მოცული უკიდეგანო სამარია. ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ მათ ვაჩვენოთ მართლმადიდებლობის ცხოველს მყოფელი და მაცხოვნებელი ჭეშმარიტება, რათა გადავარჩინოთ მათი ხალხიც, პირიქით პროვოცირებით ვაბნევთ და ეჭვს ვთესავთ თივკურთხეულ ერში და წარწმედისაგენ უბიძგებთ მას, ვინაიდან ვანადგურებთ წმინდა მამათა დადგენილებებს. ამიტომაც ძალიან იოლად გადადიან ჭეშმარიტებიდან ერეში, სიცოცხლიდან სიკვდილში. ძალიან მალე საბერძნეთში მართლმადიდებელი ბერძენის ძებნას დავიწყებ და მას ვერ ვიპოვი. ჩვენ კარგავთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას. უკვე ხელიდან გვეცლება ახლანდელი ახალგაზრდობა. ამ დროს უმრავლესობა ვერ ხედავს საფრთხეს და სირაკლემას პოზაში ყოფნას ამჯობინებს. მართალია, ეკლესია არ გაქრება, ის იარსებებს, თუ გინდ 3 მართლმადიდებელი დარჩეს,
ათობით 1000 ადამიანის სული დაიღუპება. საფრთხის პირ დარჩენილებმა უნდა გავაღვიძოთ უვიცობით მიძინებული მართლმადიდებელი ხალხი, როგორც ამბობდა პატრიარქი გენადი სკოლარი. უცქეროდ არა კონსტანტინოპოლის გადანადგურების მოახლოებას. აუცილებელია მიძინებული ქალაქის გაღვიძება, რომელიც ვერ იაზრებს მოახლოებულ ბოროტებას. დავემხოთ მუხლებზე და ვევედროთ ქრისტეს, რომელსაც ჩვენი უღირსების გამო ზინავს ნავში ქარიშხალის დროს. და გაიღვიძოს, დააცხროს ქარბუქი, განკურნოს განხეთქილება და დააბრუნოს დედა ეკლესიაში ყველა შესდომილი. იმიტომ რომ მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება შეიქმნას ჭეშმარიტი ერთობა. არ მოვიწყინოთ, არამედ მხიარულად დავითმინოთ ყოველივე და დაველოდოთ უფალს, ვინაიდან საბოლოოდ გამარჯვება და ტრიუმფი ქრისტეს ექნება და არა ანტიქრისტეს. ერთ-ერთი გამოვლინება ღმერთისგან განდგომილებისა და აი ამ ევროპული სიცოფის შემოსვლისა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში არის სწორედ თუნდაც აი ეს გუშინდელი ვაქხანალია, რაც რუსთაველზე მოხდა, ეგრეთ წოდებული ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის შესახებ გამოსვლის სახით. მე მაინტერესებს, რომ ვკითხო იმ აპოლოგეტებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ ამ საშინელების დამკვიდრებას, თვითონ თუ არიან ამით დაკავებული. თვითონ თუ იყენებენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომ სხვას მოუწოდებენ, რომ ლეგალიზებული იქნეს ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის ერთ-ერთი ძალიან აქტიური ექიმი ნარკოლოგი გამოდის, გვარად სიხარულიძე, რომელსაც მე ვიცნობ, რადგანაც პირადად ვიყავი მასთან მისული, არა ჩემი სურვილით, არამედ ვახდი ერთ-ერთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ჩემს მრევლს მისი მშობლების თხოვნით. მეც მაინტერესებდა, როგორი კლინიკა ქონდა და როგორ მკურნალობდა იგი ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს. როგორც კი მე დამინახა, მაშინვე უარი თქვა ჩემს დასწრებაზე პაციენტთან, ეგრეთ წოდებულ პაციენტთან გასაუბრების დროს. მე გამიყვანეს სხვა ოთახში. და ეს პიროვნება, ვისაც მე ვახდი, რომ გამოვიდა ამ შეხვედრიდან, აი პირდაპირ ხმამაღლა ამბობდა, რა თქმა უნდა, ესეთი განრისხებული და ცუდი სიტყვებით, რომ ვისთან მომიყვანეთ ამ ნარკომანთან. დიდი ცელოფნით ატანდა წამლებს და ამაში იღებდა უზარმაზარ ფულს. და 3-4 დღე უნდა ჩაეკეტა სადღაც კლინიკაში იქ, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოქონდა. მე დავინტერესდი და ბოლომდე გამოვიკლია რა ხდებოდა. ეხლა ესეთი ექიმები კარგავენ თანხას ამ პაციენტებისგან. მათ არ უნდათ, რომ ისინი ციხეში მოხვდნენ. არამედ მათ ჭირდებათ ისინი, რომ იყვნენ მათთან მისულები კვლავ და კვლავ 4 დღე ჩაკეტავენ, აიღებენ ათასობით თანხებს და შემდეგ გავა 1 თვე, 2 თვე, ესენი კიდე მიაკითხავენ, კიდე აიღებენ და ასე მდიდრდებიან ეს ხალხი. სხვის უბედურებაზე. ჩვენ რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვართ იმისა, რომ ციხეში წავიდნენ მომხმარებლები. მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს რაღაც კლინიკები, ნორმალური ექიმებით, ფსიქოლოგებით, სასულიერო პირებით, ასევე, სადაც იქნება იძულებითი მკურნალობა ასეთი ადამიანების. იძულებითი მკურნალობა, რადგანაც სხვანაირად ამათი შველა შეუძლებელია და არა ის, რომ დეკრიმინალიზაცია მოხდეს ნარკოტიკის და შემდეგ თავისუფლად გაიყიდოს სხვადასხვა მაღაზიაში ნებისმიერი ნარკოტიკი. აი ამაზეა აქ საუბარი. ამასთან დაკავშირებით მე მქონდა საპატრიარქოს მაღალ იერარქებთან საუბარი, რომ საპატრიარქომ უნდა გამოაცხადოს, უნდა თქვას თავის საქმე ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც დუმს და
ეკლესიის ხმა, ესე აი თუ რამოდენიმე მღვდელი იტყვის, მხოლოდ და მხოლოდ ასე ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ დროს ამდენი ნარკომანი ქუჩაში გამოდის და ითხოვს პირდაპირ ნარკოტიკების გაყიდვას და ასეთ თავის მოწამლვას, დაღუპვას და კიდე სხვისთვის მაგალითის მიცემას, რადგანაც ეს დიდი საცდურია ნარკოტიკი ყველა მიცი. და თუ ამის ხელმისაწვდომობა იქნება შესაძლებელი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩვენი დაიღუპება. და ამითი ის თაობა, რომელმაც უნდა სამშობლოსთვის იფიქროს, ღმერთზე იფიქროს, არწმუნოებაზე იფიქროს, დაგვრჩება გონება ჩლუნგი. ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვა ქვეყნის მერე ეს ვანდალები, ვამპირები, ვინც გვიგზავნიან ამ ნარკოტიკებს, გამოიყენებენ იმ საშუალებას იმისათვის, რომ მართონ ადვილად ჩვენი ქვეყანა, რადგანაც ჩვენ უკვე ახალგაზრდები აღარ გვეყოლება. აი ასე ასეთი მიდგომებია. ერთნი იმისთვის, რომ უიარაღოთ ქვეყანა დაიპყრონ და მეორენი იმისთვის, რომ გამდიდრდნენ სხვის უბედურებაზე. აი ეს ხალხი აკეთებს პროვოცირებას აი ამ ადამიანების გამოსვლისა ქუჩებში. ამიტომ მთელი საზოგადოება წინააღმდეგი უნდა ვიყოთ და პირდაპირ უნდა ვამხილოთ ის ადამიანებიც, ის ახალგაზრდებიც, თუ არა ახალგაზრდები, ვინც გამოდიან ქუჩაში ამასთან დაკავშირებით. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ამისი. არანაირი დეკრიმინალიზაცია, არანაირი. და ვინც ამას ითხოვს, მოვიდნენ აქ და გავცემთ პასუხს ჩვენ ეკლესიაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგოთ.